უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ექსპერტების აზრით, მეორე ტურში ისევე როგორც პირველში მემარჯვენე ცენტრისტული პარტია ფიდესი გაიმარჯვებს. პარტია ფიდესი და მისი ქარიზმატული ლიდერი, უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ფავორიტებად რჩებოდნენ. ანალიტიკოსების ვარაუდით, მომავალ პარლამენტში ისინი 386 მანდატიდან 263-ს მოიპოვებენ. არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 11 აპრილს ჩატარდა, ფიდესმა ხმათა 52% მიიღო. მეორე ტურში კი ის სავარაუდოდ ხმათა 2/3-ს მოიპოვებს. ვიქტორ ორბანი მთავარ ამოცანად მასშტაბური რეფორმების ჩატარებას ითვალისწინებს, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას, ასევე პრესის შესახებ ახალი კანონის მიღებასა და საზღვარგარეთ მცხოვრები უნგრელებისთვის ორმაგი მოქალაქეობის უფლებას ითვალისწინებს. თუმცა ეკონომიკაში დიდი ცვლილებების გატარება არ მოხერხდება, რადგან ბიუჯეტში არსებული მაღალი დეფიციტის გამო უნგრეთმა ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე გარკვეული ვალდებულებები აიღო. უნგრეთის მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ პირველ ტურში კრახი განიცადა, მათ ამ მომრჩევლის მხოლოდ 19% მიემხრო.